მოგესალმებით. ეთერშია იმედის მომცემის საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა. და მე ჩვენს მთავრობაზე შეყვარებული ამ ანალიტიკური გადაცემის წამყვანი ვანო ჯავახიშვილი გახლავართ. პირველ რიგში სანამ დღევანდელ გადაცემას დავიწყებთ, მანამდე ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადოთ ჩვენს ძვირფას მაყურებელსა წინა გადაცემაში ჩვენი ხელისუფლების მხოლოდ 1345 მიღწევა გაგაცანით. გვიდებით რომ ამ რიცხვს დღევანდელ გადაცემაში აუცილებლად გავაუმჯობესებთ. ახლა კი პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ამ მთავრობის მიღწევებზე შეყვარებული ძალიან პოზიტიური ჟურნალისტი თამუნა ლეკვეიშვილი. მოგზაურობთ ხალბატონო თამუნა. მოგესალმებით ვანო. დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ უკვე პირდაპირ მიღწევებზე, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის ქრონოლოგიაში მოკლეა, ამიტომ ყველაფერი ჩავატიოთ. კი ბატონო, მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ამ კვირაშიც ჩვენს ხელისუფლებას ძალიან კარგი მიღწევები აქვს და ჰქონდა. ჩვენი პრემიერი ირაკლი კობახიძე მიწვეული იყო ევროპის პოლიტიკურ სამიტზე ალბანეთში. ვანო, აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე ამ სამიტზე შეხვდა თითქმის ყველა ევროპელ ლიდერს. ჩვენ მოვიპოვეთ ფოტოები ამ შეხვედრიდან, რომელსაც ახლა ჩვენს მაყურებელს ვაჩვენებთ. აბა ვნახოთ. ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი. დიახ, შემდეგი კობახიძე და ემანუელ მაკრონი. კიდევ ვინ რომელია? შემდეგი ფოტო კობახიძე და მერცი. მერცი და საინტერესო და შემდეგი კიდევ რომელია? და შემდეგი არის კობახიძე და ურსულა ფონ დერ ლაიენი. ფონ დერ ლაიენი, ძალიან კარგი შეხვედრა. სხვადასხვა ვანო, ოპოზიციური არხები ცდილობდნენ უარყოფითად წარმოეჩინათ უშუალოდ მაკრონის და კობახიძის შეხვედრა. და ამბობდნენ, რომ მაკრონმა ირაკლი კობახიძეს მხარზე ხელი დაარტყა. მაგრამ კადრს თუ კარგად დავაკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ კი არ დაარტყა, არამედ მეგობრულად მოუთათუნა. დიახ, თამუნა, არ შემიძლია არ დაგეთანხმო, ძალიან დიდი სხვაობაა დარტყმასა და მეგობრულად მოთათუნებაში. ნამდვილად ასეა, ვანო. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამიტზე კობახიძე ემანუელ მაკრონს არა მარტო შეხვდა, არამედ მათ რამდენიმე წამით გაისაუბრეს კიდეც. ჩვენ თარგმნეთ, რაზეც ისაუბრეს და შეგვიძლია ვნახოთ ეს ვიდეო. ძალიან საინტერესოა ვნახოთ. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ჩამოხვედით. ხო იცით, თქვენს გარეშე ეს სამიტი ვერ ჩატარდებოდა. ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ თქვენ და თქვენი ხელისუფლება ხშირად რომ გვაკრიტიკებთ. ვიცი, ეს ისევ მხოლოდ ჩვენს გამოსაფხიზლებლადაა. ამას წყალი არ გაუვლა. ჩვენ ევროპელმა ლიდერებმა გავიაზრეთ ჩვენი დანაშაული და საქართველოსთან ურთიერთობა ისე მოგწყურდა, ვით წყარო ანკარა. მე თქვენ ლექსიც დაგიწერეთ, ბატონო ირაკლი, და მინდა რომ წაგიკითხოთ. გზავრი ვარ შენზე ფიქრებს უნდები და deep state-თან თამაშს უნებელს. მე დავბრუნდები, ხო დავბრუნდები. მე შენი თმები დამაბრუნები. არაჩვეულებრივი სიტყვებია, ჩვენ არ ვიცოდით ამ ტექსტის თარგმანი და მიხარია რომ ჩვენმა გუნდმა ეს საუბარი თარგმნა. დიახ. კი, ვანო, ირაკლი კობახიძემ და მაკრონმა სულ რაღაც 25 წამში ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე. ეს იყო საქმის წამიერი მოგვარება. ვანო, ეს იყო ერთი ნახვით პოლიტიკა. შემდეგ რა მოხდა? შემდეგი თემა მინდა მაყურებელს გავაცნო ერდოღანის მოწვევით. სტამბოლში გაიმართა მოლაპარაკება რუსეთს, უკრაინასა და ამერიკას შორის, სადაც განიხილეს თუ როგორ აწარმოონ საქართველოსთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკა. დიდხნიანი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოს ანგარიში უნდა გაუწიონ ყველა საკითხში. მოლაპარაკების ბოლოს ასევე ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომზეც. ომზეც მოუწია შეეხნენ ამ თემასაც. სხვათა შორის ალბანეთის სამიტზე ვიდეო კოლით ჩაერთო ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მოდი ვნახოთ მისი ჩართვის ვიდეოც. მოგესალმებით. ჩემი აქ ჩართვის მიზეზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ირაკლი, გამარჯობა. მე მივიღე შენი წერილი, წავიკითხე და ბევრი ვიტირე. ეგ წერილი გადმომცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა, კიმბერლი ლოუ. რომ არა კიმბერლი ლოუ, მე ამერიკის პრეზიდენტი ვერ გავხდებოდი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მისი საიმედო საყრდენი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ესაც არაჩვეულებრივი ჩართვა ჰქონდა ნამდვილად, რომ ამერიკა ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია. ნამდვილად ასეა. სხვათა შორის, ვანო, ალბანეთში ჩასვლისას ჩვენს უნაკლო პრემიერ-მინისტრს აეროპორტში კონტროლის პუნქტზე დაატოვებინეს წყალი, საპარსი ქაფი და ღირსება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ირაკლის სწორედ ისე მოიქცა, როგორც ყველა ელოდა, დატოვა წყალი და ქაფი და ღირსება ისევ უკან წამოვიდა.
დიახაც, ქვეყანაში დაგვიბრუნდა ღირსეული და ლეგიტიმური პრემიერი. დიდი მადლობა თამარ ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენს ხელთ არსებული ბოლო პოზიტიური ინფორმაცია ჩვენ დროებით გემშვიდობებით და დაიმახსოვრებთ ღირსება ვიზებში არ იცვლება. ნახვამდის. გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა.